Saza gendobi. გენდე გატესტე, აბა დაეცი, ხო? მე ჩამოდი. Aba damsi. ჩამოდი ახლოს ხარ. ჩამოდი ახლოს ხარ. დაგიჭერდა რა. Mendeo. What the fuck? დინამიური თოკია. What the fuck? მიდია. ველა რა ხვიდე თქო. მოიცა შოქში. Dinamიური თოკია. წერბილა დაეცი. Kartoba gindoda. ველა მიდი კიდე ზებუთოდი და იქიდან შემოხდი. Saza აღარ gendobi. ზღვის დონიდან 5 მეტრი. Შემდეგია კაორი. ველა თუ ეს დაგამშვიდებს განზრახიყო. ხოლოდ გაესხო. ზუსტად ისე გავთვალე რომ არაფერი არ ტკენო და ეგ არ იყო. მიდი გადა. ჩამო ნუ ბეჭი. დაგიშვა. აი დამეშვი ოღონდ ისე ხმამაზად რო ჩამოვაფრინდე. ფერი ასავით. რა სიტყვით ჩამოსვრის შემდეგ? დავფეილდი. რატო დავფეილდი? Mission failed successfully. ანუ რატო დავფეილდი? გახურდი ეს. მხოლოდ პირველიც ის არის ცდა გავარჯიშება. გობრებო. კაცებს არ მომდაინ. არენდო კაცს. აი ნახე შენი ლოვე ადის. მიდი ლოვე, მიდი. მიდი ლოვე, მიდი ადი. შენ თუ გინდა იყავი გადამწვევი ველა. ველა შენ თუ კიდე ყავ გადამგდები. ყველაზე მე თუ არ გამისრიალდება, მაგრამ თუ გამისრიალდა შენ უნდა გააჩერდე რა. აი პატარა მუცელი უნდა გავა. ისა რა გასრიალებაზე საუბრობთ? ჩემი ლოვე რო ყავთ ისე მოდაშვებული უკაცრავად. ეს ხელსათვანი უნდა მეკეთოს ახლა. ნა. ჩვენ გავშინაობდით. ლიმის დასაზღვევად ანუ ნახე, ამას თუ ხელიდან გაუსრიალ და აქეთ მე გადავწვევი. და ეს თუ ჰაერში ასრიალდა და გავარდა. დავიჭირო აქ. ანუ თუ მოწყდა და მე ამაგდო წონის სხვაობის გამო. რამე გადამოწვა. გუდაურში რომ მუშაობდი, პარაპლანს ქარი რო წაიღებ და ფეხებზე ვეკიდებოდი ხოლმე, გამოცდილი ვარ. გამოცდილება გაქვს ხო ანუ? ხო, იმიტომ რომ მე არა, ეს იმიტომ რომ წონაშია სხვაობა. ხო. ანუ ეხა რო ამაგდოს მაქსიმუმ წინ წავალ და ფეხებს მივარტყავი მკედელს, მაგრამ არაფერი რა. ანუ ალიმმა იმდენი მოისმინა აქ დაზღვევის შესახებ, თვითონ ჩამოვიდა და თვითონ ისვენებს დაამოყამე. თუ რამე მოხდეს მართლა გეუბნები უწმენს დავწვე. ვინმეს დაგაზღვევ თაღამ დაბალზე და ზაზას მეთვალყურეობის ქვეშ. სწავლა მინდა. კარგი. მე რა მაზღვრია. მე ვინ მეტყვი შენ რო იქ იყო? მიყავ ხარ ხო? ცოტა. ესე რა გიგებია გამიყვა. რა ხდება მამაო? გავტესტე მეც. მედი, ანუ ადი ცოტა და ჩამოხტი და ზაზა დაგიჭერს. ველა შენ გაბოროტებული ხარ. მედი, ადი და ჩამოხტი, ანუ ხო უნდა იცოდე ენდობი თუ არა. მედი ის კუპე. გამარჯობა მეგობრებო, ჩვენ აქ მოვედით რათა ვიცესოთ კედელზე. ეს რა თქმა უნდა არ იქნება შესავალი, მაგრამ სულ არაფერს ალბათ ჯობია. და ახლა მარიამი იქ მივანათოთ. მარიამი მიდის როგორც კულის ვაფხვი. სულ მომენტში ჩავდე. ამათ გაიხსნათ რაღაცა აზდვებს აკეთებენ. ეს გალახეს, ეს მართლა გალახეს. ეს რას აკეთებს ახლა?
ეს არის ისა დაიმონდი? აბა მეც მინდა ერთი. რა მატრაკეცობა მოიდა ერთი მეც მინდა. ეს მარტივია დი. არ არის მარტივი ფერი დაიწე. მიხდი. არა იყოს. ესეთ ეხა პროქსები ტემუ. ტემუა ეგა? ნელა ისე როგორ შეგრძნება ოპერატორი რო გეღირს საერთოდ ცხოვრებაში. ძალიან კარგი. კიდე არის თუ რაღაცები გააკეთო, ხო? ნახეთ რა კარგი გარემოში ვართ ხალხო ისე. ჩამოდით ჭიათურაში. აქ რა ხდება? ის რა არსება მოვიდა. ალი, მოდი შეაჯიბრეთ და მედი შეაჯიბრეთ ვინ უფრო ადრე დავარდებ. ხურდი გახურდი? 3 2 1 ქალები აჯობებენ თუ კაცები? წელიაწიე დავაძე. იმას შეხედე მე რომ ისწორებ. ესეთი რო შენ წელი დაწიე. აბა ნახოთ როგორ მინდი. ლელა წევს მე მგონი ლოუკი. არ წევარ შენი გვერდზე ნახე. ანუ წევს? არ წევარ. კარგი. მიდით შეგიძლიათ. რატო აკეთებთ ამას? რის გამო? კაი, 5-5. არ ვიცი. 3 6. 7 რა? რა არის ეგ თორზე დაკალაკი? სალი ვინ იყო ეს დიდი ქართველი? გორში. წელკოვი რომელი ეროვნების კაცები იყო წელკავს? ყველა კაცი იყო ლელა დაეცა რა გმინულად და ეხა ფხარკალებს. გილო ცავალუჩ. შენ მოიგე არაფერი. აი ესენი უნდა გავიაროთ ეხლა. ხო, იქიდან მოდის ხრუბელი. ხო ისე რავი. რა შვები. დადი ლელა შემდეგი შენ ხარ. აქ რა ხდება? ძალიან ცოტა. ვაუ. ცოტა მიჭერს. მოგვიყევი პირველ რიგში გითხარი რა ქვია ამ ადგილს და როგორ შეიქმნა ეს ყველაფერი იდეა რა იყო? მოკლედ ისე როგორც თქვენ, მეც მაქვს ჰობი, მეკვლეურობა ჩემი ჰობია, დღემდე და ძალიან მიყვარს. ამოდიოდით, ცოცავდით, ვიღლებოდით, სიამოვნება ბოლომდე გქონდა, უბრალოდ გვაკლდა ერთი რაღაცა შაპე, მოსასვენებელი სივრცე, სადაც უფრო კომფორტი შეგვექნებოდა და ინედან აფერი არ იყო, გადავწყვიტე თანა დაგვეკეთებია. ჩემს მეგობარს შევთავაზე, რაღაც პროექტი ყო დაგვეწერა თქო და ბიზნესი დავიწყოთ. ბიზნესი ვიწყებთ რა და დავიწყეთ ძებნა და სრულად შემთხვევით ვიღაც ადგილობრივის ყანაზე დავწერე მეთქი აი აქ დგამ კოტი სამაფინანსოდ. გამსტენკა. ნუ მოკლედ. ადგილის სახელი გითხარი? როგორც ყველა სხვა საქმეზე ადგილზეც ბევრი არ გიფიქრია, რა დავარქვათ, უცებ გაჩნდა იდეა რომ მეკვლეუთა კლუბი და იყოს მეკვლეუთა კლუბი, მაგრამ მე დავარქვით ანუ კიდევ ხაც. თავარი იდეა რაც არის, მე მგონი გეგირობით ძალიან კარგად გასული, ყოს სათავგადასავლო სივრცე. თავიდან ბოლომდე სათავგადასავლო და სასწავლო სივრცე გინდა მე და ჩემს მეგობრებს აქ მოვაწყოთ. დავიწყეთ კოტეჯებით იმის გამო, რომ მინიმალური კომფორტი ჩვენს გინდოდა, მინიმალური შემოსავალი ჩვენს გინდოდა. ეზო მოვასწორეთ რაღაც კავრები ეთევა დატესტილი 30 კაცამდე. ანუ შეუძლია ადამიანს რომ კოტეჯიც იქ ირაოს და კარავიც გაშალოს. კი.
კარვის გაშლაზე ეხლა ჩვენ გვაქვს ხოლმე ერთ ადამიანზე 20 ხარი. იმ ადამიანებს ვინც ჩამოდის უთმობთ ხოლმე აღჭურვილობას. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ინსტრუქტორიც ადგილზე ხდება, რომ მეთოდოლოგიაში გამოსცადოს თავიანთი შესაძლებლობები ყველა. და პლუს მაგას კოტეჯის დაბლა არის სამზარეულო, თავისუფალი სივრცე, სადაც თვითონ შეუძლია მოამზადოს პროცესულობა. პლუს მაგას ანთის ბუხარი და ანთის კოცონი, რა ვიცი, ისე იგნოს. სეზონი სტანდარტულად რამდენი თვეა იწყება სადღაც მაისის თვიდან და უკვე ოქტომბერში მთავრდება. რამდენად პოპულარულია ესე ხა როგორ შეაფასებთ აი ხალხი რამდენად მოდის აი ძირითადად ვინ სტუმრობს ხოლმე ქართველები თუ მოდიან ისინი რომ მოდიან ვიცი სტატისტიკა არის ჩემი საყვარელი მიმართულება. როცა ეს ამბები დავიწყეთ აი 2023-ში აქ დაახლოებით 1000 მეკლეური ყავდა საქართველოში. დაახლოებით ვიზახი რა ვინც ცოცავდა თვეში ერთხელ მაინც და იმასთან შედარებით რავი 5-ჯერ მაინც არის ბაზარი გაზრდილი და ძალიან კაი. აი მე მაინტერესებს ეგ ვისაც არ აქვს გამოცდილება მე ვიყავი ეგ ადამიანი ბავშვობიდან მაინტერესებდა ცოტა ვიცოდი ვისთან მიცულიყავი გიმასწავლი და ყოველთვის ისე ვიღაცას დავინახავდი თორს დადებდა რომ აი ცოცავს და ეგრევე მიუწერდი რომ აი მე წამიყვანი მაინტერესებდა არავის სიტუაცია ძალიან ნაცნობია. ხო და მე პირველად აისში ვიცოცე აისი რომ დავამთავრე ნუ მე კაი მონუმენტზე გამოცადება რა აი კლდეზე სხვა შორის მეც აისში დავიწყეთ. ნუ ესე ჩემნაირ უცოდინარ ადამიანს შეუძლია რომ დაგეკავშირდეს ჩამოვიდეს ჩვენ სხვათა შორის მთელი აქცენტი აი მაგ ამბებზე გვაქვს გადატანილი რომ ადამიანებმა რომლებსაც უნდა ახალი რამე გამოსცადონ, ცადონ ცოცხლად. მე კიდე ერთი კითხვა მაქვს. ოღონდ სწორად უნდა უპასუხო ამ კითხვას დედა ჩემი მიყურებს. ცოცვა საშიშია? ნუ ახლა მოდი დავიხმაროთ, მოდი ის არ გიდათ მე ტესტი ჩავატაროთ. აი ეს თოკი არის ჩვეულებრივ საცოცი თოკი. ხო და მე ვეცადე ბევრ რაღაცას, აი ვიდეოებიდან გამომდინარე, ამის გადაწყვეტა მინდოდა ეს კარაბიში გამოვიდი, რა თქმა უნდა უკან რო დავცემულიყავი ეს, აი ჩვეულებრივ კედელზე რო გამოვიდი, წაიწე ეგრევე დაიჭირდი რა. და ერთი წვერიც რო დარჩეს 12 წვერიდან აქ ერთი წვერიც ეგეც კი უძლებს ადამიანის სტატიკულობაზე აღსავსებას. დედა გაიგე? და აი ხა ეს თოკი რო გაგდაბული, აი ამ ხელავჭურვილობების ჩაკეტილი რო აი ესე რო ეგახსნი რანაი. აბა ვისახსოვს ბოლო დროს როდის მოხდა ეგეთ შემთხვევა რომ თოკი დაწყდა და თოკიმა ვერ გაუძლო მეტნეულს. მე არ მახსენდება. აი სოფლიო ისტორიაში არ მახსენდება ეგეთ. ხო მეკლდეურებთან მართლა არ არის ეგეთ რაღაცა კი ხო რაღაცები საიდანაც ხტებიან და ეს თოკი ანუ ამას ისეთი ფასი აქვს სარეცხვის თოკი არ გეგონოთ ჩვეულებრივ ხო აძროხი და საბავი თოკი. მე ხშირად იცი აი თო ძველი თოკები არ გაიგზავნა არ მაგ არა ძველი ადგილი. ის ჩას ვიგუში რო გადმოხტი და დახტი. რა ვქნა დისკი არის სპორტი არის ისიც უნდა ვისაუბროთ. გუში რო გადმოხტი შევამოწმე. საიდან გადმოხტი? აი მაგათოვარო იყო. დონეები და მიმართულებები რა. აი მაგამებზე თქვენი გამოცდილებაც შეგიძლიათ გაიხსენოთ. კანიონში გვაქვს აი ზუსტად ის პირველი დონეები, საიდანაც მეტლევრობის დონეები იწყება. აი 5A. ჩვეულებრივ მგონია რომ დაძლებადია დამწყებებისთვის. თან საინტერესო იმით არის რომ აი შუა ზაფხულშიც რომ მოხვიდე, აი ეს გაირინდები წყნარად, აი აზზე შეგაწუხებს. შეგიძლია ჩათვლი მოგიდევა. ფაილები განაგული მისვენდა. ვისაც არ აქვს გამოცდილება, შეუძლია სრულიად თამამად მიიღოს ცოცვის გადაწყვეტილება და სადოს დასაწყისისთვის რაც არის რეკომენდებული ზუსტად ეგ დონეები. ვინც უკვე იცის იმისთვისაც ძალიან მაგარი დონეა და ერთი სული გვაქვს ვინმე ისე იცოცხლო საქართველოში რომ 9-იანი ტრასები დავამატოთ. 8-იანი გვაქვს რამოდენიმე ტრასა და დონეების და გამოცდილების ამბებში აბსოლუტურად ყველა გემოვნებას მოერგება. როცა საქმე ეხება სპორტსთან, ცოცვას და ასე შემდეგ, აქ ბრენდები არის ძალიან ბევრი ფული გჭირდება წერტილი. ზიათ ადამიანებს ყოველ შაბათს მოვიდნენ აქ და რა ვიცი, ერთლარადაც იცოცხლონ. შეუძლიათ საერთოდ უფასოდ იცოცხლონ. თუიმე დაგვეხმარება კიდე რაღაცების მოწესრიგებაში, საერთოდ ულიმიტო ცოცხვის აუჩერთ მიცემთ. რაც გვიჭირს ყველაზე მეტად ადამიანური რესურსია, აღჭურვილობა უკვე გვაქვს. იმ საკუთრებო მაგრად გაიზარდა. მადლობა მოგზაურს და სხვა ნივთები ჩამომტან კომპანიებს.
ალიმექსპრეს დაადრე აი ჩაფხუტში თუ გიწევდა ადრე გადავეხადა 100 რაღაცა ლარი ეხლა 100 ლარამდე შეგვიძლია მეორადი რა თქმა უნდა ვიყიდოთ რატო გადავიხადე 300 იმიტომ რომ მამუტის არის და მოგწონდა კონკრეტულად ეს მამუტი როგორ უნდა დაგიკავშირდეთ ისა ხალხია იმისაც მოსვლა უნდა ნახონ აღმოაჩინე ჭიათურა ინსტაგრამზე ან ნახონ კლინდერსათი ასევე ინსტაგრამზე, გუგლზე, ფეისბუქზე საკმარისია მოგწერონ რომ ცოცვა მინდა ეგა თან გადავყიდეთ ყველა პროდუქტი ცოცვა მინდა it's time დავიხურა ხუდი და წევა ძალიან ბევრ საუბრობ ეხა პრაქტიკა რო ჯობია თეორიას ხო იცი ყველა მაგრამ და თაშს როცა ცოცავენ ხოლმე ანუ თოკის ბოლო რომ მიხვდეს სად არის და ისედაც რო არ გაგეშალოს და რამე აღჭურებიდან არ ამოგიხდეს ბოლოში ძალიან მარტივ ესე სამჯერ გადაატარებენ და ესე კვანძს საკეთებენ ხოლმე რომ ეს იყოს თუ დაზღვევაზე ხარ ანამზე თუკი რომ გამოილია ყურადღება გაგიფანტა ანუ всё ეს კვანძი ჩაიჭერს და ბოლომდე არ გავარდება რა ყველა მიცით იცი რუიანი იცი რუიანი არა რისთვის მოგიყევი გუშინ რუიანი რა თეორიულად ვიცი მოუყევი აი ეს თოქს რო დაიჭერ დაახლოებით 50 სანტიმეტრი ჭირდება ამას და მე ცოტა მეც ვიღებ ალბათ 60 სანტიმეტრი იქნება ეს მეტრია ეს ეს ძალიან დიდი სანტიმეტრებში და საზომართებლებში კარგად ვერკავი ეს მეტრი არ არის არქიტექტორი ვარ პროფესიით ეხლა რა სიწარი ანუ 90 დაახლოებით რა ეხლა მოვაკლო წეღან ცოტა კი ანუ მომიკლე მოკლედ ეს დაიჭერ ორჯერ გადაატრიალებ და ამას ესე დაიჭერ როიანი ფორმითაც ეგა შემდეგ აქ კამარში ამოიბნევ და ზუსტად ამას უნდა გავყოლო ეს დააწყვილო მოკლედ აი ეს ხო მარტო გადის ახლა იქ და ამას ამოტარებ აი აქ ის ძალიან მოკლე გამომივიდა აქ ქვემოთ არის გადასაწყობი და დაიჭიმება ამოვეთ ესეთ არა მახელაზე არ დაიჭიმება მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს სასურველია რომ იყოს დაახლოებით 10 სანტიმეტრი ეს რამდენი სანტიმეტრია ბა არქიტექტორო ეს კოლოფი არის 6 მგონია ხო მოკლედ კრიტიკული მინიმუმია 10 სანტიმეტრია საშუალო ну ეხლა ჩვეულებრივ ცოცავთ ჩვენ და აქ არა აქვს მნიშვნელობა კამარიც ისეთია 5 ცალი მაქვს 2 სადგურზე მინდა კიდე 2 ცალი მინდა ქვიქი ხო გვაქვს წამოღებული კი მოვიტანთ საჭირო ხო არ არის თუ იყოს ერთმანეთს ჩეკავენ ანუ ამოწმებენ სოქს ორი ბოლო ნახე ერთი მოძრაობს მეორე ფიქსირებული ეს თოკის რო არ ირბინოს და თოკიც მარტივი ჩასაგდებია ნახე როგორი ოვალი აქვს ამას ვაგდებ ხოლმე შლამბურში დამაგრებულ რკინებში კლდეზე და აქ თოკი მიგვაქვს და ესე მარტივად ვაგდებ თამაში ახატია აქ მეკლეურის მხარეა და მე ვარ აქ ხელის მხარეა და ხელი ესეც ჩაკეტილი რო არის ამასაც ვაქცევთ ყურადღებას კროქსი კროქსი დავდივარ ზამთრია კროქსები Можете дать еще большой палец домотаю? Вот этот большой палец. აუ თოკი დაგვიკიდა და ეხლა ჩამოდის ძაღიყაცა ვიდეოს უყურებს და დავწინი ლელა დღეს რამდენად აპირებ რეკორდის გაუმჯობესებას გუშინდანის მოდის სენეკის ო აკედა ესე ხო დაიჭი ჩადებ და პირდაპირ ესე რომ ჩაფიქსირდეს აი ეს პირდაპირ ჩემივე კარაბინს აი ამას აუცილებლად კეტავ და სასურველია მარცხენა მხარეს იყოს აი ეს ჩამო მარჯვენა მხარეს მაინც მოქმედებ რაღაცას შეიძლება ხახუნის მომენტი ქონდეს ამას აი ესე თუ
მამუტი. აი ეს. Лучше, чем ничего. ეგა. და ზუსტად აი ესე რომ წავიდეს მათ. აბა ჟენიცი. დებილო ნაყინი არ დაგეწუწოს. იძლია ერთი ხელი გადაიტანო და მეორე ხელი აი აქ თეზოსთან დაიჭირო ეს ნახო. ეს. ნელა გაუშვა ხო და იმას გადაწევ, ჩქარა გადაწევ. სულ დაიშვება, კი. ნელა? ჩქარა დაიშვება, ნელა გადაწევ, ნელა დაიშვება. Забор не აქ რო ჩამოაძირს ეცადე რომ ძალიან ნელა შეეხოს ზედაპირს. ეს ჭამე წასვლამდე. საგზალი გაატანე ხო? აბა გაიკეთე რვიანი. ანუ ეს ვიდეო 1-40 წუთი იქნება რუსების ჰეითერობა, რაც ყველაზე კარგი რამ არის, რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა. ქართველმა ადამიანმა. პერიოდულად თქვენი ხომ გადმოვაძლევთ. ნახე რა ლამაზია. ძალიან. ამაშენ ასლამდე ეს შენ ჩამოსვრის. მე კაიშიც გაჭი. მოიცა ეს თქვენ ერთმანეთზე ხართ გადაბმული ხო? წარმოიდგინეს ორი ადამიანი რომ მოწყდეს ესენი ამას გააკეთენ. ეხლა ლელა დგება დასხვევაზე ზაზასთან და ალიმი ასხვევს ანიკოს. აქ ნეკლეური მოიქცევა, აქ შენი ხელი მოიქცევა ეს. ეხლა კარამიში გამოვაგო და ეს არის მთელი პრინციპი. აი ეგრე, კი. ანუ ხელი არის აქეთ და ნეკლეური ანუ როგორც ესე არის და ესე უნდა და გამოვიდე. ესე ხო? როგორც კი თოქს ტეხვას გავუკეთე და ეს დაიჭერ, ვერსად ვერ გაგექცევა. არ ერთ-ერთი წონა კიდე. თოქს არ გაუშვა ხელი არ ზეცამი რა. შენ წინ და უღოდ ვერცი. მოძრება. როგორ ფრთხილად უშვებს ნახე. ეგ არის მე არ ტყი და ჩამო. ძალიან კარგი ბადრიჯნის ხიზილალა ხარ გააგზავნე. დღევანდელი დღის ბოლო ცოცვა არის ეს. დაახლოებით. ანიკო, ყოჩა. ხელები გამინათული და მაგრამ არა უშავს. ყველაფრად ღი და აი იქ იყო ანიკო წეღან აი. ორ ადგილას იმაგრე გავიჭერე. ბოლოს იმფერდოს ვერ ძალიან მომიჭირა. რომელმა? ლელას პოსტამა? წინდაც კი გამეხა. მოჭერეს. ეს ხდება ხალხო, როცა ამდენად ძვირიანი ჰობები გაქვს, წინდები გახეული გაჩვია ხოლმე ადამიანს. მოტი. ვაფშე ყველაზე მაგარი. ზაზა, 8 ჯეროა. 50-ზე. ოჩა. გენიოსი. ულტრა ექსტრემალური. კარგი, ჰიდროელექტროსადგური თქვი ზაზა? ჰიდროელექტროსადგური. ხო, გადაკუჭნატლო ფეხბარკალ კურტუმებული იყო. გადანის ბარკალ პირსერ კურტუმდებოდა. მოთხრობა მოყვა. შვენიერი ოლიგარქი ხარ მიდი. მიდი ნუ გეშინია სამხრეთ პოლუსი ხარ. ზაზა ის როგორ არის? რაღაცა ამაია? მე კი როგორ ხარ? ამაია, ზურა, მირიან. თეკლა, დავით. ალექს ჰონოვდი და ალი მახჩანოღლი ერთად იპყრობენ ხოლმე მწერვალებს. ჩანაღლი საქართველო, ხარი. ლელა გავსრიშოთ. ვაიმე, ეხლა როგორ გავბრეზდები ყველგან უსული რომ ისმის. Ole. Can't you see I'm at your feet. Whatever, we're meant to be together. I'll be there and you'll be here.
აქ ვართ ისე ჭიათურაში. აუდა და ვიდეოს ვიღებ და ახლა მიფუჭებ იმას რა ქვია. ხმას. რა კაცო რა ჩამოკიდებული ვარ ჩამოვედი. დედა YouTube-ის ვიდეოსთვის ანუ ვიღებ რაღაცა კადრებს და უკან ეხა ისმის ჩვენი საუბარი.